იყო ქალი ნიშნავს იყო ძლიერი, იყო ხანდახან სუსტიც, იყო ლამაზი და შეგწევდეს ბევრი სიკეთის უნარი. იყო ქალი ნიშნავს იყო სიმშვიდე, სინაზე, ძლიერება. რა ვიცი, სიკეთე. იყო ძლიერი, იყო წარმატებული, ჰქონდეს ოჯახი და ეს ყველაფერი შეუთავსა ერთმანეთს. ქალის სუსტი არსება გააჩნია რა კუთხით? თუ კი იმ კუთხით წავალთ, რომ მისი სისუსტე არის მის მგრძნობელობაში და სინაზეში, შეიძლება ვთქვათ, რომ კი არის სუსტი არსება, მაგრამ თუ კი იმ კუთხით განვიხილავთ, რომ ქალის სუსტი არსებაა და არ შეუძლია რაღაცების გაკეთება, ეს ასე ნამდვილად არ არის. ქალი არის ძლიერი არსება, რადგან მას შეუძლია ერთდროულად აკეთოს ძალიან ბევრი საქმე, მაგალითად ოჯახი, კარიერა, სამსახური. აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქალს შეუძლია. ქალის სიძლიერე ეს ფიზიკურად არ გამოიხატება, რა თქმა უნდა, ის არის გონებრივად და სულიერად ძლიერი ადამიანი. არ არის სუსტი არსება, ფიზიკურად კი არის ახლა შედარებით სუსტი, მაგრამ სხვა თვალსაზრისით ქალმა თუ გაიწია 9-უღელი ხარკამეთში ვერ დააკავებსო და 90-იანმა წლებმა დაამტკიცა ეს, რომ ქალი არის ნამდვილად ძალიან ძლიერი, მის მხრებზე გადაიარა აი ამ წინა წლებმა, რაც იყო 90-იანები. მე არ ვფიქრობ, რომ ქალები სუსტები ვართ, პირიქით ქალები ძალიან ძლიერები ვართ, ქალებს ბევრი სირთულის გადალახვა შეგვიძლია, ბევრი ტკივილის ატანა შეგვიძლია და ქალი როგორც სუსტი, მე ვფიქრობ, ეს მოგონილი. იყო პერიოდი, როდესაც არ მუშაობდი და მეგონა რომ ოჯახი და სამსახური ერთად ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ კი მოინდომებ, ეს ყველაფერი შესაძლებელია და კარგადაც გამოგივაო. ეს უბრალოდ მოდომება არ არის. შინაგანად უნდა გინდოდეს და ყველაფერი კარგად გამოგივა, მაგრამ ყველაფრის ამის ამოძრავებელი ძალა არის სიყვარული. სიყვარულით უნდა აკეთებდე ყოველივე საქმეს. მე მაგალითად დიდი მხარდაჭერა მაქვს ამ ყველაფერში მეუღლის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ოჯახის წევრების გვერდში დგომა, მათი მხარდაჭერა, რითიც მე განებივრებული ვარ და მადლობა მათ ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მამაკაცი ხედავდეს ქალის სურვილსაც, ქალის მოწოდებას. აუცილებელია მათ სურვილებზე ორიენტაცია, იმიტომ რომ ქალის ადაპტირება შემდეგ აისახება ყველაფერზე. ოჯახზე, ხასიათზე, განწყობაზე და ბედნიერებაზე პირველ რიგში. ბედნიერი ქალი არის, როდესაც თავისი პირადი ცხოვრებაც აქვს მოწყობილი, კარიერა, სამსახური და ასე შემდეგ და მოუწოდებ ქალებს, რომ არავითარ შემთხვევაში მხოლოდ ოჯახით არ შემოიფარგლონ. ბედნიერი ქალი მაშინ იქნება, როდესაც იქნება ყველა კუთხით შემდგარი. წლები ვიჯექი სახლში და ვზრდი ბავშვებს და ერთი წუთითაც არ უნდა ნოფრო ეს დრო ჩემშვილებს მოვახმარე. მაგრამ თუნდაც ამ წლებმა აი დააგროვა და დააგუბა ჩემში ის სურვილი, რომ მომეხდინა თვითრეალიზაცია და მეპოვა ჩემი თავი. და ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა უნდა მოძებნოს ეს ძალა საკუთარ თავში და მაქსიმალურად მეტად წარმოაჩინოს თავის შესაძლებლობები. სამსახურმა დააბარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და დააბარწმუნა იმაში, რომ ყოფილიყავი კარგი მეუღლე, კარგი დედა და კარგი თანამშრომელი. თითქოს რაღაცა ვალდებულება გვაქვს საზოგადოებისგან, რომ ქალი უნდა იყოს ყოველთვის ფორმაში. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველა ქალს თვითონ უნდა სიამოვნებდეს, რომ იყოს ყოველთვის ფორმაში. არ აქვს მნიშვნელობა სამსახურში გადის, მუშაობს თუ დიასახლისია. თუმცა ჩემი პირადი აზრია, როდესაც ქალი არის შემდგარი, კარიერის კუთხით აქვს სამსახური, რა თქმა უნდა არის დიასახლისიც, მაგრამ არის დაკავებული და
მუშაობს, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი мотиваცია აქვს, რომ იყოს ფორმაში ყოველდღიურად და ალბათ ასეც ხდება ხშირ შემთხვევაში. ჩვენს თავს, პირველ რიგში ჩვენ თავს ვაჩუქოთ საუკეთესო ცხოვრება, რამდენადაც ეს იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი და გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი იმისთვის, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანი ნიშნავს ბედნიერ ოჯახს, ბედნიერ გარემოს და ბედნიერ ქვეყანას. ქალებს ვუსურვებდი იყვნენ წარმატებულები, ძლიერები, შემდგარი ქალები იყვნენ და ქალური ბედნიერება მუდამ ჰქონოდით. მჯობესია რომ იყოს თავხვედრა, თუმცა პირველ რიგში მან უნდა იპოვოს თავისი თავი, უნდა იყოს ძლიერი ქალი, ვისურვებდი ნამდვილად და ბედნიერი დედა ვიქნებოდი და რა თქმა უნდა აკეთოს ის საქმე, რაც მას მოსწონს და რაც მას ბედნიერებას მიანიჭებს. გჯეროდეთ საკუთარი თავის